ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილს სინამდვილეში არაფერი აინტერესებს ამ მილიარდი დოლარის დაბრუნების გარდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაც თვალსაზრისით გასაგებია, იმიტომ რომ სხვადასხვა გათვლებით ეს წარმოადგენს მისი სრული ქონების 20%, თუმცა ქვეყნის ჯიჯგნა ამის გამო და ქვეყნისთვის ყოველგვარი მომავლის და პერსპექტივის წართმევა, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა და დამახინჯება ამ ქვეყნის მომავლის არის უდიდესი დანაშაული ქვეყნის ისტორიის საქართველოს მოქალაქეების წინაშე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მას არაფერს მოუტანს. ის ვერანაირად დაიბრუნებს ამ მილიარდ დოლარს მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მისთვის მინიჭებული აქვს აღნიშნული თანხა, თუ გააგრძელებს ამგვარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი რიგ შემთხვევაში არაინფორმირებული და ბეცი, რიგ შემთხვევაში კი შიშარა, მხტალი და გაუბედავი ხელქვეითები, რომლებიც სიმართლის თქმას ვერ უბედავენ, სამწუხაროდ არწმუნებენ, რომ ამგვარი დიქტატურის კონსოლიდაციით ის მიიქცევს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღებას და შემდგომ დიქტატორის რანგში დაიწყებს ვაჭრობას თავისი მილიარდი დოლარის გამოხსნისთვის. მაგრამ ეს არის მცდარი სტრატეგია. ეს არის არაფრის მომცემი სტრატეგია. ეს არის სტრატეგია, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმად გაუთხრის ივანიშვილს პოლიტიკურ და ფინანსურ სამარეს. ამიტომ მას თუ სურს, რომ ამ პოლიტიკური და ფინანსური სამარიდან ამოვიდეს, გაიბრუნოს თავისი მილიარდი დოლარი, რომელიც სასამართლოებმა მას მიანიჭეს, ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ეს ნაბიჯები რა არის? ამაზე პრინციპში ასევე აი ამ გადაწყვეტილებაშიც არის საუბარი, ანუ იმ არგუმენტების ნიველირება, რომელზეც ჯერ კიდევ ბერმუდის სასამართლო 2024 წლის 29 თებერვალს საუბრობდა, სადაც საუბარი იყო მიტაცებულ მართსაჯულების სისტემაზე, პოლიტიზირებულ მართსაჯულებაზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი უკიდურესად არასანდო პირად ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობაში მისი არადემოკრატიული, ავტოკრატიული ნაბიჯების გამო, რომლითაც მათ შორის მოახდინა სასამართლო სისტემის უზურპაცია. პირდაპირ ოპოზიციას გაუკეთა, ესე ვთქვათ, მიმართვა და თქვა, რომ პროპაგანდა არის სული, რომ ოპოზიციის მიერ იმაზე საუბარი, რომ ესე ვთქვათ, დასავლეთმა უნდა დაუწესოს კვლავ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ დასავლეთში ივანიშვილს აქვს მხოლოდ ორი აქტივიო, ერთი ეს უზენაესი სასამართლოს მიერ ფულად აქტივს და მეორე დაასახელა ბანკ ჯულიუს ბაერში არსებული ქონება, რაზეც უნდათ მის ოჯახის წევრებსაც აქვთ შეზღუდული, ანუ ყველანაირად თუ ამ ადამიანის დასანქცირება და ესე ვთქვათ შეზღუდვები ფინანსებზე შეეძლოთ, უკვე ყველა ხერხი გაკეთებულია და ოპოზიციის აპელირება ახალ სანქციებზე არის პროპაგანდისტვის გადაგდება. რა გვარია ეს ადამიანი წიქვაძე, ხო? ხო. კი. რას უპასუხებთ? მართლა, ანუ არის რეალური შანსი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მოიყონა ესე ვთქვათ ორი არგუმენტი და ეს ორი არგუმენტი, რომ თითქოს ორადორი აქტივი აქვს ივანიშვილს დასავლეთში და შესაბამისად სანქციების გაძლიერება ვეღარ მოხდება, იმიტომ რომ რაც დასასანქცირებელი იყო, უკვე დასასანქცირებელია, აი ამას რას უპასუხებთ? პირდაპირ ოპოზიციას. თუ ყველაფერი რაც დასასანქცირებელი იყო, უკვე დასანქცირებული აქვს დასავლეთს, ყველა ფინანსური აქტივი რაც ივანიშვილს დასავლეთში ქონდა, მაშინ რატომ ნერვიულობს ასე ძალიან იმაზე, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეგობარი აქტი მიიღოს, გაფართოვდეს სასანქციო პოლიტიკა და დიდმა ბრიტანეთმა პირადად მას დაუწესოს მათ შორის ფინანსური სანქციები. ერთი იმიტომ რომ ეს მას პირადად შეეხება და მეორე იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა შეეხება ასევე რეჟიმის ეგრეთ წოდებულ ხელშემწყობებს, როგორც შეიძლება იყვნენ პროპაგანდისტები, ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული და სინამდვილეში კორუმპირებული ელიტა, რუხაძე, ხაკაძეები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ბატონმა წიქვაძემ
მისი პოლიტიკური შეფასებები მით უმეტეს საერთოდ არ მაინტერესებს. მან ერთის მხრივ თავის საქმე სამართლებრივ ნაწილში ივანიშვილისთვის გააკეთა, მაგრამ მეორეს მხრივ ვერაფერს ახერხებს, რომ ივანიშვილმა მისი ეს კუთვნილი $1 მილიარდი მიიღოს და ამიტომ რა თქმა უნდა პატრონიც და დამქირავებელიც და დაქირავებულიც არიან უკიდურესად გამწარებული, მაგრამ ამის გამო ქვეყნის ჯიჯგნა, ქვეყნისთვის მომავლის წართმევა, ადამიანებისთვის თავისუფლების წართმევა და ქვეყნის ბედით თამაში არის უკიდურესი ცოდვა და დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე. და ეს უნდა გააცნობიერონ მათ და თანაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრაგმატულადაც სრულიად გაუმართლებელი თამაში. რატომ? იმიტომ რომ ეს მოქმედებები და ეს ნაბიჯები ვერ იმუშავებს მათთვის სასარგებლო ფუნქციას. ამით ვერ დააშანტაჟებს ივანიშვილი დასავლეთს. თუ ფიქრობს, რომ ამ მიზნით ახდენს ახლა დიქტატურის კონსოლიდაციას, რომ შემდგომ ივაჭროს ადამიანების თავისუფლებით და ქვეყნის ბედით და დაიბრუნოს ერთის მხრივ 461 და მეორეს მხრივ $607 მილიონი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი ქონების გათვალისწინებითაც კი საკმაოდ სოლიდური თანხაა და დაახლოებით ალბათ სადღაც 20% მისი ფინანსური აქტივებისა. ეს არის პრაგმატულადაც მისთვის უკიდურესად გაუმართლებელი გზა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქვეყნის დაღუპვაა. ამ ქვეყნის მომავალი თაობების დაღუპვაა. ამ ქვეყნისთვის ყველანაირი ნორმალური მომავლის პერსპექტივის წართმევის ტოლფასია ის, რასაც ახლა ის აკეთებს. კონკრეტული ნაბიჯების გადაცემას ითხოვენო. თქვენ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ ეს გადაწყვეტილება, იგივე სანქციების დაწესება, შანტაჟის მექანიზმად, როგორც ამას აფასებენ, იმისთვის რომ კონკრეტული მათი ინტერესები გატარებული იყო ქვეყანაში, როგორც ამას ამბობენ მართლობაში, ქვეყნის საზიანო ინტერესები გატარებული იყო. ვისი ინტერესები? ბერმუდის სასამართლოს? ხომ თქვით რა კონკრეტული ნაბიჯების გადაცემა? ხო, კი. ნახეთ, აი მე სპეციალურად გამოვიტანე ეს სასამართლო გადაწყვეტილება 2024 წლის 29 თებერვლის. სამწუხაროდ ყველა გვერდის დაახლოებით 24 გვერდიანი გადაწყვეტილება გამოტანილი არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა შეგვიძლია ხო ამოვბეჭდოთ და დავარიგოთ ეს მასალები, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მტკიცებულების რანგი აქვს მინიჭებული, მტკიცებულების ძალა აქვს მინიჭებული ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაზე დაყრდნობითაც ივანიშვილი ბერმუდის სასამართლომ არასანდო პირად და პრაქტიკულად თაღლითად შეაფასა და რის გამოც მოითხოვა ფინანსური საერთაშორისო ინსტიტუტის საგარანტიო, რაც როგორც ჩანს ივანიშვილმა ვერ წარუდგინა ბერმუდის სასამართლოს წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ კიდევ სააპელაციო დავის მიმდინარეობისას ის შეძლებდა რომ აეღო $607 მილიონი, რომელიც ამ ინსტანციის სასამართლოში უკვე მას ჰქონდა მინიჭებული. გესმით ხო? მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის არასანდო პირად შეაფასა სასამართლომ, მან ეს $607 მილიონი ვერ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცხადყოფს იმას, თუ რატომ ატყდა ასეთი პროპაგანდისტული ისტერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის რეზოლუციაზე, რომელიც დამატებით ფინანსური სანქციების დაწესების წინაპირობებზე საუბრობს, იმიტომ რომ სწორედ ასეთი რეზოლუციები მოიტანა ბერმუდის სასამართლომ მტკიცებულების ძალა მიანიჭა, როდესაც თქვა, რომ დასავლური ბანკის საგარანტიო წერილის გარეშე მე შენ უკვე მოგებულ და თითქოს და ჩვენს მიერ უკვე შენთვის მინიჭებულ $607 მილიონ ვერ ჩაგირიცხავ შენს ანგარიშზე. თითქოს და უსამართლობა არა, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ თაღლითად და არასანდო პირად გამოცხადდა ივანიშვილის სასამართლოს მიერ. და ამის მტკიცებულებად კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოიყვანეს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები. ახლა ალბათ ცხადია,
რატომ არის ხომე ამგვარი ისტერიკა ისეთ რეზოლუციებზე, რომლებიც თითქოს და საერთოდ არ აინტერესებს რუს კოცებს, როგორიც იყო მათ შორის მაგალითად ის რეზოლუცია, რომელზეც ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წინა კვირას. თუნდაც ის რეზოლუციები, თუნდაც ბერმუდას გადაწყვეტილება. ეს იყო შანტაჟისთვის გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები განხორციელებულიყო, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო. ბერმუდას სასამართლოს ადანაშაულებთ ახლა შანტაჟში, მე მგონი ცოტა კომიკური. აბა ნიშნავდა მაშინ ბერკეტად გამოიყენეს უბრალოდ. მე მგონი გიპასუხეთ. კარგი, გამოვწოროთ ბრიფინგის თემა ერთ კითხვას დავსვათ. პირველი კითხვა, გუშინი კამელიამ სასამართლოზე განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და რა შეფასებას მისცემთ მის განცხადებას და რა იქნება თქვენი ახლანდელი პასუხი, გაგრძელება ამ ამბის, თუ რაღაც თამაშის წესებზე შეთანხმება და მოგიწევთ და ამ წესების გაცვლით სამომავლოდ საერთო მოქმედება როგორ წარმოგიდგენიათ რეჟიმის წინააღმდეგ? ეს გუშინ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებაზეა ხო საუბარი? მე მგონი ამ ქვეყნის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ რამხელა გამოწვევის და განსაცდელის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ თუ არ გავითავისებთ და ჩვენს ყველა სიტყვაში და მოქმედებაში არ გავისიგრძეგანებთ სიტყვებს, რომ ძალა ერთობაშია და ეს მხოლოდ ლიტონის სიტყვებად დარჩება. მოიგებს ზუსტად ივანიშვილი ისევ როგორც ბოლო 13 წლის განმავლობაში და ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ ქვეყანას და ჩავაბარებთ რუსებს. რუსკოცური პროპაგანდისტული მედიების გასახარად ნამდვილად მეც ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თითოეულმა ჩვენგანმა უკიდურესად მაღალი პასუხისმგებლობის განცდით უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი ქვეყნის არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც გაუქმებით ემუქრება და რომლებიც უმეტესწილად ციხეში ყავს გამომწყდეული ივანიშვილს, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ძალა მართლაც ერთობაშია და ამის გარეშე ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია. ამ თითით რო ანიშნებით, მეგონა ივანიშვილის ფულზე იყო საუბარი. აჰა. იცით რა არის, მე ამ ტრიბუნიდანაც და ბევრჯერ ვისაუბრია იმაზე, რომ არარეალისტურად მიმაჩნია რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება როგორც ივანიშვილის დამხობის დღე, ეს წინსწრებად იცოდე ადამიანმა ჩემი გადმოსახედიდან არარეალისტური მოლოდინის შექმნა, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ ამას გულისხმობს, უნდა გქონდეს მოკლევადიანი გეგმებიც, შუალედური გეგმებიც, გრძელვადიანი გეგმაც, მაგრამ ყოველი დღე, ყოველი საათი და ყოველი წუთი სინამდვილეში ყოველი სიტყვა და ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ამ ერთი დიდი გააზრებული ერთიანი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. და მერწმუნეთ, ამ შემთხვევაში ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. გაიმარჯვებს საქართველო. მაგრამ ამას მოვახერხებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებით ერთად. თუ ჩვენ გავიაზრებთ ჩვენს გეგმას და ყველანი, თითოეული ჩვენი სიტყვით, თითოეული ჩვენი საქმით, ვიქნებით ამ გამარჯვების გეგმის ნაწილი. ეს გამარჯვება ჩვენს ხელთ არის, ხალხის ხელთ არის. მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ და უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი ყველა მოქმედება უნდა იყოს მიმართული ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად. მინდა გითხოთ იმედის კვირის ექსკლუზივი, გაშიფრულია სქემა თუ როგორ იღებენ ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან საქართველოში ონლაინ მედიების სოლიდურ თანხებს. ის მედიები, რომლებიც ცრუ ნარატივებს აჟღერებენ ასევე იდლ ჰილსის და განათლების რეფორმის პროექტებზე და ფულს იღებენ ასევე უნივერსიტეტები, მაგალითად ჯიბაზია საუბარი, რომელიც ონლაინ მედია მენეჯერებს ამზადებს, ასეა ნათქვამი სიუჟეტებში როგორ შეფასება. ხო, ეს სიუჟეტები ნამდვილად არ მინახავს და ვერც მომიტევეთ მტკიცებულებად მივიღებ პროპაგანდისტული არხების სიუჟეტებს, თუმცა
მე არ მესმის რა იწევს შეშფოთებას, ჩემთვის შემაშფოთებული იქნებოდა რომელიმე თავისუფალი დამოუკიდებელი ქართული მედია საშუალება ფულს რომ იღებდეს რუსებისგან. ან თუნდაც კომუნისტური ჩინეთისგანაც გამიჩნდებოდა კითხვის ნიშნები, ან ტერორისტული ირანისგან, მაგრამ აქ არასდროს უჩნდებათ კითხვები პროპაგანდისტულ არხებს, მაგრამ უკიდურესად აღტკინებული დასდევენ თითოეულ ევროს და დოლარს, რომელიც შესაძლოა თავისუფალი სამყაროდან, თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად შემოვიდეს საქართველოში. ესეც აჩვენებს რეალურად საით ცდილობს, რომ წაიყვანოს საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა სწორედ რუსკოცური პროპაგანდისტული არხების გამოყენებით სამწუხაროდ. ჩავეკითხებით, იხოცებით იგულქილს ელაპარაკა, ხოლო ქართული ოცნების პროპაგანდის გასაშკოლად და კიდევ ერთხელ მოსახლეობის დასარწმუნებლად, კობახიძეს იბარებენ პარლამენტში ინტერპელაციის წესით, თითქოს და უნდა ახსნა და განმარტებები უნდა ჩააბაროს იგულქილსის ინვესტიციაზე. შეფასება რომ გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით და ხვდებიან თუ არა რომ მოსახლეობაში დიდი პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოჩვენებითად სხვავენ თუ არა აი ამ კითხვებს და მოჩვენებითად იბარებენ თუ არა კობახიძეს პარლამენტში. ის რომ სამასი არაგველის ნასისხლარზე არაბული ქალაქი არ უნდა ააშენო ამ მარტივ ჭეშმარიტებას რა ინტერპელაცია თუ სხვა საპარლამენტო პროცედურა სჭირდება გარდა იმისა რომ იყო ქართველი და კონდეს ელემენტარული შეგნება მე სიმართლე გითხრათ არ მესმის მაგრამ თავისთავად ასევე ტრაგიკომიკურია უოპოზიციო პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურის ჩატარება. გარდა ამისა მეორე საკითხი იქნება განათლების რეფორმა. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით თუნდაც იგულქილსთან დაკავშირებით და თუნდაც განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რა კითხვები გაქვთ, ძირითადად რა შენიშვნები გაქვთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მესმის რაც ჭირდება ინტერპელაცია ნებისმიერი სხვა საპარლამენტო პროცედურა იმის აღქმას და შეგნებას რომ სამასი არაგველის ნასისხლარზე არ უნდა აშენდეს არაბული ქალაქი. განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა სინამდვილეში ემსახურება აკადემიური თავისუფლების ჩახშობას ამ ქვეყანაში და უნივერსიტეტების დამონებას რუსულ სტილში სამთავრობო დიქტატში. ეს არის ამის განათლების რეფორმის საფარქვეში სინამდვილეში რა თქმა უნდა ხორციელდება კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯი თავისუფალი აზრის შესაზღუდად ამ ქვეყანაში. და მინდა გითხრათ, რომ ეს დრაკონული ნაბიჯები მათ შორის რეალურად აისახება იმაში, რომ უამრავი ქართველი სტუდენტი ვეღარ ისარგებლებს იმ ევროპული პროექტებით, როგორიც იყო Erasmus Plus და ბევრი სხვა, რომლითაც ბევრ საქამდე უკვე უსარგებლია. და ნაცვლად იმისა, რომ როგორც კანდიდატ ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ქართველ სტუდენტს, კიდევ უფრო მეტ ფონდზე ქონოდა საგანმანათლებლო მიმართულებით ცდომა ევროპულ ქვეყნებში იმისთვის, რომ იქ მიიღონ ქართველმა სტუდენტებმა განათლება და ევროპულ ქვეყნებში ქონდეთ განათლებით და ცხოვრების შესაძლებლობა თავიანთ საუკეთესო წლების გატარების, ახლა ივანიშვილის ვითომ განათლების რეფორმის და სინამდვილეში განათლების მკვლელობის, მცდელობის გამო პრაქტიკულად რო ვთარგმნოთ ეს, ასევე რეპრესიების გარდა ითარგმნება იმაში, რომ სტუდენტებს ეს შესაძლებლობები აღარ ექნებათ. ახლა თქვენ გასაჯეთ ეს კარგია თუ წუდია ქვეყნისთვის? პროცესი შევაფასე, აბა რა შევაფასე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტერპელაცია ნებისმიერი საპარლამენტო პროცედურა უოპოზიციო პარლამენტში ტრაგედია. რა უნდა უწოდოთ ამას, ხო? ცირკია, ტრაგიკომედია. ერთის მხრივ ცირკია და მეორეს მხრივ ტრაგედია. ანუ ტრაგიკომიკური სიტუაცია არის შექმნილი ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ მიტაცებულ პარლამენტში, სადაც ქოცი გოც ელაპარაკება და ვითომ ოპოზიციას წარმოადგენს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე უკვე მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსის შესატანცვლებას, აქ მთავარი მწვავედ გასაკრიტიკებელი ნაწილი რაც არის, ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის ნაწილი, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ საკუთარ ქვეყანაში, დაბრუნდნენ, ეს საკმაოდ ბევრი ფინანსებსაც უკავშირდება მათთვის. თქვენ როგორ აფასებთ და იზიარებთ თუ არა თქვენი კოლეგების, ოპოზიციონერი კოლეგების აზრს ამ მიმართ?
ჯერ როდესაც 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გააგდებ, იმიტომ რომ ქვეყანას ჭამს კორუფცია და თუ ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა ქოცი ბიუროკრატი და კორუმპირებული არ ხარ ამ ქვეყანაში კეთილსინდისიერი შრომით ოჯახს ვერ არჩენ და იძულებული ხარ ქვეყნიდან წახვიდე და მერე კიდე წასულს პრაქტიკულად იძულებით გაგდებულს ხმის მიცემის უფლებასაც გართვევს შენი ეგრეთ წოდებული მთავრობა გასაგებია რა რეჟიმთანაც გაქვს საქმე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რომ ამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში არა მხოლოდ ეს დრაკონული ნაბიჯია, არამედ რეალურად ეს ცვლილებები ერთობლიობაში გვაძლევს საბჭოთა ტიპის არჩევნებს, სადაც საარჩევნო უფლება, ხმის მიცემის უფლება წართმეული აქვს არა მხოლოდ ქვეყნიდან წასულებს, არამედ ქვეყანაში დარჩენილებსაც. საბჭოთა დროსაც ტარდებოდა არჩევნები, აი თქვენ მშობლებს რო კითხოთ, ჩემმა მშობლებმაც დამიდასტურეს, რომ იყო რაღაც დღე, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს უნდა წასულიყავი და ვითომ გაგეკეთებინა არჩევანი, მაგრამ სინამდვილეში ეს არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა კომუნისტურ პარტიას შენს ნაცვლად. და ახლა ამ არჩევანს გააკეთებს რუსული ოცნება შენს ნაცვლად და დაარქმევს არჩევნებს. აი ეს არჩევნო კოდექსი უნდა მიიღოს ერთპარტიულმა ვითომ პარლამენტმა. უკრაინის შეთავაზებულ შეთანხმების პაკეტზე მინდა გკითხოთ, ერთგვარ კაპიტულაციას სხვადასხვა შეფასდა მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც აი თქვენ როგორ შეაფასებთ იმ გეგმას, ხო, 20 პუნქტიანი გეგმა, ანუ ზუსტად ცნობილი არ არის რა თქმა უნდა დეტალები, თუმცა ზოგადად როგორ შეაფასებთ და უნდა აღიქმებოდეს თუ არა ეს ერთგვარად მართლა კაპიტულაცია უკრაინის. თქვენ იცით რომ კვირას შედგა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინის მთავრობას შორის შვეიცარიაში ჟენევაში, სადაც პირველი 28 პუნქტიანი გეგმის ბევრი პუნქტი გადაიხედა და მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო გონივრული გეგმისკენ წავიდა აღნიშნული მოლაპარაკებები, სადაც დაცული იქნება უკრაინის ეროვნული ინტერესები და ამაზე მეტყველებდა ის პირველადი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ ანდრი ერმაკის და მარკო რუბიოს მხრიდან, სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა თქმა უნდა რუსკოცებისგან განსხვავებით ვიმედოვნებ და მწამს, რომ საბოლოო შეთანხმება უკრაინას და ჩვენს რეგიონს მისცემს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის დამკვიდრების შესაძლებლობას და ამ გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის ნაწილი, სადაც რუსეთი კი არ ძლიერდება, არამედ იცის თავის ადგილი და რომ ეს ადგილი არც ჩვენს ქვეყანაში და არც უკრაინაში არ არის, ეს უნდა იყოს მათ შორის ჩვენი ეროვნული ინტერესი და არა სიხარულის გამოხატვა იმაზე თუ შესაძლოა რა დაათმობინონ უკრაინას, რასაც სამწუხაროდ მე ვხედავ ზოგიერთი რუსკოცური პროპაგანდისტული არხის მხრიდან. სულ ტყუილად არის ატეხილი ეს მხიარული ყიჟინა რუსკოცურ არხებზე და ზოგადად ამ სივრცეში და ამ კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელსაც სამწუხაროდ დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია, პოზირებს ყოველ შემთხვევაში ამგვარად, თორე ის ქართულ ხალხს უკვე დიდი ხანია არ წარმოადგენს, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა, წამს და ვიმედოვნებ და ასეთი უნდა იყოს ჩემი აზრით ყველა გონიერი ადამიანის მოსაზრება, რომ უკრაინაში მიღწეული იქნება გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა, რომლის ნაწილიც ასევე იქნება საქართველო. ნატოს გენერალურმა მდივანმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მარკ რუტეს განცხადებას, თუნდაც აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, საქართველო არ პოზიციონირებს ისე, როგორც უნდა პოზიციონირებდეს. მისი თქმით, ნატოს აქვს თანამშრომლობა საქართველოსთან, რისი საშუალებითაც ხდება თუნდაც არსებულ მდგომარეობაზე წუხილის გამოთქმა. ანუ გვაქვს კონტაქტები და მაქსიმალურად ჩვენს წუხილს გამოთქვამთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აი როგორ შეაფასებთ ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას? ანუ არ მინახავს ეს განცხადება და ვერ გამოვიტანე აზრი, რას მეკითხება ადამიანი. საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებული ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს. ოკეი. ხო, გასაგები. ხო, და ევროატლანტიკურ
ატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, შეუძლია სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი. ცხადია, მე არ ვარ გულყვილო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. და არ ვარ გულყვილო, სავარაუდოდ. ხო და თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს ბოდიში? ხო, როგორ შევაფასებ? არც ნატოს გენერალური მდივნის, არც პირველი და სავარაუდოდ არც უკანასკნელი განცხადება არ იქნება, სადაც კრიტიკულად არის შეფასებული დღევანდელი რეჟიმის მოქმედებები, რომელიც არა მხოლოდ აფერხებს, არამედ ასამარებს საქართველოს სწრაფვას ჩრდილო ატლანტიკური გაერთიანებისკენ, რომელიც არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით. კიდევ ერთ ციტატას მიგიხავთ როდესაც განცხადებიდან ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. ეს არის მარტივად განცხადება. თქვენი აზრით, რატომ ვერ დაინახა აქამდე ნატოს წარმომადგენლობამ საქართველოს ის ძალისხმევა, რაც თუნდაც იმ მისიებში იყო, თუნდაც ავღანეთში, თუნდაც სხვა ჯარისკაცების გაგზავნით მისიებში მონაწილეობით, რაც აქამდე გამოიხატა საქართველოს მხრიდან. ერთ დროს და სხვათა შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ნატოს ოპერაციებში მონაწილეობისა, რაც ხდებოდა უკიდურესი კრიტიკის და მე ვიტყოდი ლანძღვაგინების საგანი იმ დროინდელი ოპოზიციის და დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეს ორმაგი სტანდარტიც გავიხსენოთ და ეს არათანმიმდევრულობა ძალიან ბევრი პოლიტიკოსის დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ინტერაქციაში, რაც კი მქონია ნატოს წარმომადგენლებთან, ყოველთვის აღინიშნება საქართველოს მონაწილეობა ამგვარ ოპერაციებში წარსულში, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს სამწუხაროდ გვაქვს ძალიან განსხვავებული მოცემულობა და იგივე ხდება ევროკავშირშიც, სხვა რაკურსით ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს სამხედრო ალიანსი არ არის. ერთდროს მოწინავე ქვეყანა, ეგრეთ წოდებული ფრანტრანერი, მათ შორის ასოცირების სამეულში, დღეს მაჩანჩალა ქვეყანა და აქცია ივანიშვილმა, რომელსაც არანაირი ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტეგრაციის მიმართულებაც და სისწრაფეც დამოკიდებულია ჩვენზე და როგორ ვასრულებთ იმ კონკრეტულ სტანდარტებს, რაც არსებობს ერთის მხრივ ნატოში, როგორც სამხედრო სამშვიდობო ალიანსში და მეორეს მხრივ ევროკავშირში, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 78 მუხლი საქართველოს კონსტიტუციისა ითხოვს ყველა ხელისუფლებისგან, რომ ნაბიჯები გადაიდგას ამ ინსტიტუციებისკენ სწრაფვის მიმართულებით, ხედავთ, რომ ივანიშვილი პირიქით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გზა სამუდამოდ ჩაიხერგოს საქართველოსთვის. არასრულობის დანაშაული არის თუ არა გამოწვევა, როგორ ფიქრობთ, გეგმება მხარდაჭერის სახლების შექმნა, რა მიდგომა უნდა იყოს გამოყენებული, როგორ ფიქრობთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მანამდეც არსებობდა მსგავსი ტიპის წესებულებები, თუმცა შემდგომ გაუქმდა. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად რამდენად აქტუალურია თუნდაც და საჭიროებს ქვეყანაში ზოგადად გაბატონებულია კრიმინალი, რატომ? იმიტომ რომ კრიმინალთა ბანდა მართავს ამ ქვეყანას. კრიმინალური წესებით, კრიმინალური ბრჭყალებში გაგებით და კრიმინალური მოქმედებებით. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა მოწყვლადი ჯგუფის მიერ იქნებიან ეს არასრულწლოვნები თუ ქალები გაზრდილია დანაშაული და კრიმინალი. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანაში ზოგადად გაბატონებულია კრიმინალი და კრიმინალი მართავს სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანას. და რა თქმა უნდა, ამ და ბევრ სხვა გამოწვევას უნდა მივხედოთ და მივხედავთ კიდეც მას შემდეგ, რაც მთავარი კრიმინალის წყაროს დავამარცხებთ ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების სახით, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებად ასაღებს საკუთარ თავს.